ფორმულა 1 მშვიდობის სეტანტა სპორტსი და ვისოლი წარმოგიდგენთ გადაცემა ბოქსებს პაატასთან და ლიოსთან ერთად. მოგესალმებით, სანამ გადაცემას დავიწყებთ, გეტყვით, რომ ჩვენი სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100% ნატურალური ენერგეტიკული სასმელი და დავიწყოთ ლიო ხო მაიამის გრან-პრი, რომელიც იყო ძალიან საინტერესო, იყო ძალიან სანახაობრივი და იყო ძალიან კარგი. და იყო სპრინტერული. თან ესეც თქვათ, ძალიან გაურთულად სიტუაცია გუნდებს იმან რომ ორი ეტაპი გამურჩათ და ვარჯიშები ვერ გაიარეს იმ ორ ეტაპზე 6 საათის მაგივრად ფაქტიურად საათ ნახევარი ქონდათ, ხო, და ერთადერთი ვარჯიში 1 საათიდან საათ ნახევარზე აიყვანეს მაგის გამო, თუმცა სად 6 საათი და სად ნახევარი საათი, ხო? უამრავი განახლება იყო იქ, მაკლარენმა 7 განახლება ჩამოიტანა, Red Bull-მა 7, იქ Ferrari-მ 11 განახლება და ცოტათი იზარმაცა Mercedes-მა, თუმცა აი რამდენად ჭირდებოდა ბევრი განახლება Mercedes-ს, ხო? იზარმაცა არა, უბრალოდ ალბათ გეგმას მიყვა Mercedes-ი ყველაზე კარგ სიტუაციაში სეზონის სტარტზე Mercedes-ი იყო და თუ ვინმეს ყველაზე ნაკლებად განახლებები ჭირდებოდა, ალბათ ეს იყო სწორედ Mercedes-ი. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ კანადაში ჩაიტანდნენ Haas-ის მსგავსად ცოტა დიდ გლობალურ განახლებებს და ერთი იყო საინტერესო ამ კუთხით, მე არ მახსოვს ბოლოს როდის იმუშავა ამდენმა განახლებამ ასე კარგად ერთად ყველა მანქანაზე, ხო? რომ ავიღოთ, თუნდაც McLaren-ი ავიღოთ, Red Bull-ი, თუნდაც Ferrari-ც რომ ავიღოთ შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და აი გამოჩნდა რომ Mercedes ყველა დაეწია, ხო? კი, ეგრეა, ძალიან შემცირდა სხვაობები, ვარჯიშზეც უკვე ლეკლერი, Verstappen-ი, Piastri იყო სამეული და იქაც სპრინტ კვალიფიკაციას თუ ავიღებთ, Norris-ი, Antonelli, Piastri, McLaren-მა რაღაც საოცარი ფორმა აკრიფა და სპრინტზეც ხო დუბლით დაასრულა McLaren-მა, Norris, Piastri და ლეკლერი გავიდა მესამე ადგილზე და ცოტა რთული სპრინტი ქონდა Antonelli-ს სტარტის შემდეგ, კიდევ ჯარიმა მიიღო და საბოლოო ჯამში მეოთხე ადგილიდან საერთოდ მე-6 ადგილზე დაქვეითდა კიმი. სპრინტმა 7-დან ჩაიარა საბოლოოდ, ხო, როგორც ვთქვით, ორი McLaren-ი, ლეკლერი, Russell-ი, Verstappen-ი, Antonelli, Hamilton-ი და Gasly იყვნენ ქულებში. ჰაჯარის გარდა ყველა ტოპ 4-ის ლიდერი გუნდები მოხვდნენ ქულებში. გადავიდეთ უკვე უშუალოდ კვალიფიკაციაზე. სადაც Antonelli მესამე პოლ პოზიცია აიღო ზედიზედ და შუმახერის და სენას შემდეგ გახდა მესამე პილოტი, რომელმაც თავის კარიერაში პირველი პოლიდან მესამე პოლამდე ზედიზედ მოახერხა მოგება. ერთი კითხვის ნიშნები იყო სპრინტერულ გარბენზე, რომ ყოველთვის ასეა ხოლმე არ ვიცით რამდენად ითარგმნება შემდგომ ეს შედეგები რბოლაში, ვიღაცები თავს არ იკლავენ ასე ვთქვათ სპრინტზე და მე სხვა სიჩქარეს აჩვენებენ ხოლმე რბოლაში და სადღაც ეს გამოჩნდა ცოტა კვალიფიკაციაზე გამოჩნდა რომ McLaren-ს არც თუ ისე კარგი საკვალიფიკაციო ტემპი ჰქონდა, Mercedes-ი პირიქით სპრინტისგან განსხვავებით ძალიან კარგი იყო კვალიფიკაციაზე, ნუ იქ Russell-ს ჰქონდა ბალანსთან დაკავშირებული პრობლემები და მისი ეს პრობლემები უკვე სეზონში გრძელდება, კიმისგან განსხვავებით, რომელმაც ძალიან კარგად ამოიცვა, ასე ვთქვათ, ეს ბოლიდი და ძალიან კარგად მოერგო. საბოლოო ჯამში კიმიმ ისეთი პირველი წრე გაიარა ბოლო სეგმენტის პირველ ცდაზე, რომ მეორე ცდის დროს როცა შეცდომა დაუშვა, მაინც არ ეყო არავის გასაუმჯობესებლად თვითონაც შეცდომები დაუშვეს იგივე ლეკლერი, რომელმაც დაიწყო წრე და პირველივე მოსახვევში კიმის მსგავსად შეცდომა დაუშვა. საბოლოო ჯამში კიმის დარჩა პოლი და მთავარი კითხვა იყო ალბათ სტარტზე რამდენად კარგად დაძრავდა Antonelli კი ნამრაიკონენი ვთქვი. Antonelli სპრინტისგან განსხვავებით, რადგან სპრინტზე ძალიან ჩააგდო სტარტი, ძალიან დაქვეითდა და კიმის სტარტი ძალიან კარგად გამოუვიდა ჯამში. ცოტა გადაამუხრუჭა პირველ მოსახვევში რომ აერიდებინა. ხო, მაგრამ იმასთან შედარებით კარგი იყო ძალიან. კი, აშკარად კარგი იყო. Verstappen-ი იყო მეორე ადგილზე სტარტზე, რაც ასევე Red Bull-ის გულშემატკივრისთვის ალბათ ძალიან პოზიტიური ნაწილი არის, თუმცა Max-მა სტარტზე დაუტრიალდა მას ბოლიდი და ბოდიშიც მოიხადა, ხო? მსგავს რაღაცას ხშირად ვერ ვნახავთ, როდესაც Max-ი უხდის გუნდს ბოდის. ხო, მაგ ეპიზოდში აშკარად მისი ბრალი იყო იმის მიუხედავად, რომ ტრასაზე დაჭერამ Red Bull-ის ძალიან უჭირდა მთელი რბოლის განმავლობაში, ნუ ეგ მომენტი აშკარად Max-ის კისერზე იყო. მოდი ისიც ვთქვათ, რომ თვითონ რბოლა გამოვიდა საკმაოდ კარგი, ანუ სტარტიდან ბოლომდე იყო კარგი და ალბათ ეს ყველაფერი იყო პასუხი იმაზე, აი რატოც ვაკრიტიკებდით ხომ ამ რეგლამენტს, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა, ხო, თუნდაც
ის რომ super clipping-ის დროს 250 კილოვატს იღებდნენ მაქსიმუმ კილოვატს, ახლა 350-მდე აიწია. ეს ყველაფერი უწყობს ხელს იმას, რომ lift and coast აღარ აკეთებენ სპეციალურად პილოტები და სახიფათო სიტუაციები აღარ გვაქვს ტრასაზე. ასევე boost mode-ის დროს შემცირდა ხო ენერგიის გამოყენება და დაბალ კილოვატზე არიან უფრო და აი ეს ბუნებრივი გასწრებები უფრო წამოიწია წინა პლანზე და პლუს ამას აი ეს ხიფათი აღარ იქნება ტრასაზე. აი ეს რაღაც კორექტირებები ძალიან მოუხდა ჩემი აზრით ფორმულა 1-ს, მაგრამ საფათო მომენტები მაინც ჰქონდა, იმიტომ რომ ლოუსონი ყავს გრიდზე. ლოუსონი გრიდზე ყავს, სერიოზული ავარია მოუვიდა გასლის, რომელიც ამოტრიალდა საერთოდ ტრასაზე და შეაყენა თავისი ბოლიდი, ასე ვთქვათ, კედელზე და იქ სხვა შორის კვალიფიკაციას დაუბრუნდები, ისევ კოლაპინტოს ჰქონდა თავის კარიერაში, გაიმეორა თავის საუკეთესო შედეგი და კოლაპინტომ ჩაატარა, სტარტიც ძალიან კარგი ჰქონდა და ზოგადად უქმეები ჰქონდა ფრანკოს ძალიან კარგი მესის ჩამოსვლამ ხომ არ უშველა. კარგი წყალი გადაესხა. წყალი გადაესხა ლეო მესისი ფრანკო კოლაპინტოს და ჰაჯარი ვთქვათ, რომელიც ასევე სტარტის შემდეგ მეოთხე წრეზე დააზიანა თავისი ბოლიდი. გავყვეთ ხო ჩვენ გუნდებს ტრადიციულად, როგორც მივყვებით და შევაჯამოთ მათი გამოსვლა ბოლაში და ზოგადად უქმეებზე. კადილაკით დავიწყოთ ბოლო ადგილიდან, რომელმაც მთლიანი შემადგენლობით ისევ დაასრულეს ბოლა აუდისგან განსხვავებით, აი ახალ გუნდებს თუ ავიღებთ ხო, აუდისგან განსხვავებით, კადილაკი ასრულებს ფაქტიურად ყველა ბოლას სრული შემადგენლობით. აქაც პერესი და ბოტასი მე-16, მე-18 ადგილზე იყო მართალია, თუმცა ისევ და ისევ ეს პოზიტიური არის, როცა ორივე პილოტი ამთავრებს ბოლას ესე პრობლემების გარეშე. თან წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ძალიან, როცა ბრძოლაში იყო პერესი იქ რამდენიმე ეპიზოდში, ბოლაც და სპრინტიც პერეს ჰქონდა შანსი, რომ ვიღაცებთან ებრძოლ, ბოტასი იყო ძალიან სუსტი, რამდენიმე ტაქტიკა და სტრატეგია აერჩია და არაფერი არ გამოვიდა, მაგრამ კადილაკის განახლებებმაც იმუშავა საშინაო გრან-პრიზე და ძალიან კარგი ნაბიჯებით მიდიან მოკლედ წინ. კი. წავიდეთ ალპინში, კოლაპინტოს მე-7 ადგილი, მართალია იქ ჯარიმა აიღო ლეკლერმა 20 წამიანი და ამიტომ გადავიდა ფრანკო მე-7 ადგილზე და ალბათ გასლისაც ძალიან კარგი შანსი ექნებოდა ამ რბოლაში, რომ სოლიდური ქულები მოეტანა თავისი გუნდისთვის, რომ არა ლოუსონთან ის კონტაქტი და ხო არ ვიცი, საკმაოდ დააზიანა თავის ბოლიდი, ალბათ საკმაოდ ხარჯიც ექნება ალპინს ამ შემთხვევაში და ზოგადად ეს ხარჯები გუნდებს ურტყავს ცუდის ხრივ და ხო არ ვიცი, გასლი დაბრუნდება იმედია კარგ ფორმაში ისევ კანადაში. აი ლოუსონზე რა უნდა ქნან, არ ვიცი. გასლი ალბათ ალპინი ორმაგ ქულებს აიღებდა უეჭველად ტემპიდან გამომდინარე, თუ კიდე იქ რაღაც არ მოხდებოდა. კოლაპინტოს ასევე კონტაქტი ჰქონდა ლუისთან, ამ მომენტში ძალიან გადარჩა, თორე ალპინის ესეთი კარგი ტემპი შეიძლება საერთოდ 0 ქულით დასრულებულიყო. მაგრამ ჯამში კი კოლაპინტო ძალიან კარგი იყო, აი ამას ველოდები ხოლმე სხვა შორის ფრანკოსგან, ამიტომ ამბობ რომ ამბიც აქვს რაღაც, რაც ვილიამშიც აჩვენა, უბრალოდ დასალაგები, დასავარცხნია ეს პილოტი რა. ხო, ალპინმა მოკლედ განახლებები რაც ჩამოიტანა მაიამიში ძალიან კარგად მუშაობს და გადათარგმნეს, მოკლედ უბრალოდ კოლაპინტომ გადათარგმნა ჯერჯერობით გასლის არაცადა ლოუსონმა. ალბათ გასლიც გადათარგმნიდა. წავიდეთ აუდიში. აუდის პრობლემები გრძელდება, თითო პილოტით გამოდიან ყველა სესიაზე, იქ კვალიფიკაცია იქნება, ეს სპრინტი იქნება, თუ ბოლა იქნება, ხან ჰულკენბერგს ექნებოდა პრობლემები, ხან პორტოლეტოს საერთოდ ცეცხლი გაუჩნდა სამუხრუჭე სისტემაში, მოკლედ არ ვიცი, აუდის დასალაგებელი აქვს, ტემპი აქვს, საშუალო გუნდის ტემპი აქვს, თუმცა ძალიან არა სტაბილური არის აუდი, მხრივ რომ ვერ ასრულებენ რბოლას სრული შემადგენლობით. მე წინა გადაცემაში ვთქვი და ეხლა ჩემაზე ვრჩები, ცოტა მეტ პროგრესს ველოდები აუდისგან, ეს ტექნიკური პრობლემები ძალიან გრძელდება და ტემპითაც ასე თუ გაგრძელდა, აი გადავალთ ვილიამსზე და იქ უკვე თუ იტყვი, უკვე აღარ იქნება აუდის გუნდი, რეალურად რომ ავიღოთ ამ მომენტში ჯობია მხოლოდ ასტონ მარტინს და კადილაკს. დარჩა ისევ უკანა რიგებში, ანუ მეტ პროგრესს ველოდები აუდისგან, იმიტომ რომ ყველაფერი აქვს, შემადგენლობაც ყავთ, ორივე კარგი პილოტი ყავთ, ტექნიკა, არ ვიცი, ფინანსები, ყველაფერი აძლევს ხელს აუდის იმისთვის, რომ იყოს წარმატებული გუნდი, ну ძალიან დიდი დარტყმა იყო ჯონათან უიტლის წასვლა, ალან მაკნიში დანიშნეს, როგორც ვიცით, სარბოლო დირექტორად და
სეზონის განმავლობაში აი სადღაც გარდამტეხი იქნება აუდისთვის ალბათ სეზონის შუაში და რაღაც წინ უნდა წავიდნენ იმისთვის რომ 2027 წელს უკვე შეხვდნენ კარგად, იმიტომ რომ არ ვიცი ასტონის პრობლემები ძალიან სიღრმისეულია, იქ კადილაკის პრობლემებიც, კადილაკი ძალიან შორს არის, მაგრამ აი ნახეთ უილიამსის მაგალითი, რომელმაც უკვე ჩაუარა სატურნირო ცხელში აუდის. კი, ბორტოლეტო მართალია მე 12 ადგილზე გავიდა და იყო იქ რაღაც სხვადასხვა ბრძოლებში, თუმცა აუდისგან გაცილებით უფრო მეც ველოდებით საბოლოო ჯამში. ხო, განახლებებიც არ ქონია, ორი განახლება ქონდა. აი როგორი რაღაცა აი ახმა არ მაქვს რომ ეს არის აუდი რა. კი, ჯერჯერობით ხასიათიც არ ჩანს. ისევ და ისევ ზაუპერი არის. შეგვიძლია ვთქვათ. წავიდეთ ჰაასში, სადაც ცოტათი უფერული რბოლა ქონდა. ჰაას ქულების გარეშე დაასრულეს 0 ქულა მთელი უქმეების მანძილზე. ბერმანი მართალია ერთ ნაბიჯში იყო ქულებთან, მე-11 ადგილზე გავიდა, ოკონი მე-13 პოზიციაზე გავიდა, რაც ჰაასისთვის რა თქმა უნდა დამაკმაყოფილებელი არ არის, როდესაც ესენიც კანადას ელოდებიან. არც ხო დიდად განახლებებიც არ ქონია. ჰაას და მოკლედ დაველოდოთ რა შემოგთავაზებენ უკვე კანადაში და როგორ მიყვება ხო ჰაასი ყოველთვის ფერარი როგორც პროგრესირებს ისე პროგრესირებს ჰაასი თუ ფერარი ჩავარდება ჰაასიც მიყვება თუ ფერარი აიწევს ჰაასიც ზემოთ ადის ხო მაგრამ ამ უქმეებზე ფერარი კარგი იყო უბრალოდ იყო თუმცა გადაწყვეტილებები იქ ხო ანუ ფერარის ტემპი ვთქვათ რომ ცუდი ქონდა თქო მაგრამ მეც ველოდით ხო ყოველთვის მეც ველოდებით ფერარისგან ანუ გუნდი რომელიც სეზონს იწყებს როგორც მეორე მანქანა ჩამოაქვს ამხელა განახლებების პაკეტი პოდიუმზე უნდა ადიოდეს რა. პოდიუმზე ალბათ რომარა შარლის შეცდომები შეიძლება ასულიყო კიდევაც პოდიუმზე ლეკლერი. არ ვიცი, პიასტრიმ გაასწრო და იმის შემდეგ უკვე ეჭვმეპარება რომ დაებრუნებინა ეს პოზიცია, არ ვიცი, ბოლოს რომ ისდევდა იქ შეცდომა ქონდა და შეიძლება იმ ეპიზოდში კონჩეტევა განეხორციელებინა და დაებრუნებინა ის ადგილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს რაღაც უაზროა, მოკლედ ფერარიზე რო გადავალ. ფერარიზე გადავალ. ვერ გაულანძღო. ასტონ მარტინისთვის ასევე პოზიტიური დღე იყო იმ ხრივ რომ ორივე პილოტმა ბოლომდე მიიღო ან ეს რბოლა მე-15 ადგილი ალონსო მე-17 სტროლი და ბრძოლაში იყვნენ კადილაკთან ხო ესე ცვლიდნენ ხო ეგ ერთმანეთს ავსებდნენ ესენი ხო პოზიტივი მარტო არტოვები კი ერთმანეთი და ალონსო ხათო შორის დიდი ხანი ყველაზე დიდი ხანი გაჩერდა ტრასაზე გაცვეთილი საბურავებით და ყველაზე ბოლო შევიდა ბოქსებში, ნუ ქულებისგან ჯერჯერობით ძალიან შორს არიან, როგორც კადილაკი, ასევე ასტონი, მაგრამ ალონსომას თქვა რომ ის ვიბრაციები შემცირდა, თუმცა ტემპი ისევ არ ჩანს და ალბათ სრული უიმედოობა ასტონ მარტინში. ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც საერთოდ განახლება არ ქონია რეალურად. განახლება არ ქონია, მაგრამ იმ განახლებისთვის არც ძალიათ ეხლა რეალურად არ იციან რა უნდა განაახლონ იმის გარდა რომ ძრავი საშილად ვიბრირებს ბოლიჩი და ჯერ ამის მოსაგვარებლად არიან, ამიტომ ჯერ იქ თვითონ ქარხანაში არიან ჩამჯდარები, ასე ვთქვა და ულიან ბოლიც. მე მგონია ეხლავე ხელს მოაწერდა ასტონ მარტინის სეზონის დასრულებას და 2027 წლის სეზონის მომზადებას. წავიდეთ რეისინგ ბულში, სადაც ძალიან უფერული რბოლა ქონდა ლინდბლადი საერთოდ არ გამოჩენილა, ერთი მაქსთან ქონდა პატარა დუელი, როდესაც არატარებდა. ტემპი არ აქვს. Verstappen-ს ხო რეისინგ ბულსმა მაიამი ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ კარგი პირველი 3 რბოლა ქონდა, ლოუსონიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა, აქ საშინელება გააკეთა ლოუსონმა ამოატრიალა გასლი და თვითონაც გამოეთიშა საბოლოო რბოლას, ლინდბლადი კი ძალიან უფერულად ესე ყველას მარტო ასტონ მარტინის და კადილაკს აჯობა არ ვიდმა, არა და რა კარგი სტარტი ქონდა ავსტრალიაში, რა რბოლა ჩაატარა ლინდბლადმა. მანქანაც უკან წავიდა, ანუ დიდად რეისინგ ბულსაც არ უმშავია, რაღაც გლობალური პაკეტი არ ჩამოუტანია. აქედან გამომდინარე ასე რომ შევხედოთ რეისინგ ბულსი, ჰაასი, თუნდაც მერსედესი, ხო, ყველამ ამ განახლების ხარჯზე თვითონ აბიჯი გადადგა და პირიქით დაეწინნენ ამათ, ხო, ეხა ჰაასიც არ იყო ესეთი ცუდი წინარბოლებში, მაგრამ აქ არ ვიცი, სრული კრახი, ხო, ქულებამდე მივიდნენ ერთ ეპიზოდში, მაგრამ ისევ ჩამოვიდნენ უკან ვილიამსიც კი უკეთესია. ვილიამსი, აი ზუსტად ვილიამსზე გადავიდეთ, ეხლა ძალიან კარგი იყო, მოკლედ დიეტაზე ყოფნა ვილიამს არ გუნა
ორმაგი ქულები ხო? რას ვიფიქრებდით როლის სეზონის დასაწყისში, რომ ვილიამსი უკვე მეოთხე ბოლაში ორმაგ ქულებს აიღებდა. კი იქ რაღაც მომენტებში შეიძლება გაუმართლათ ვილიამსებს, სტარტში გაუმართლათ, ძალიან კარგი სტარტი აიღეს ორივე პილოტმა და მე-9-10 ადგილი არის ძალიან კარგი შედეგი, შეგვიძლია თამამად თქვათ ვილიამსისთვის დასაწყისიდან გამომდინარე. სიმართლე გითხრა მე მეგონა, იმიტომ რომ წინა გადაცემაში თქვი რომ დააგდეს ძალიან დიდი წონა ხო და თუ იმეს პროგრესს ველოდებოდი დიც ეს ხო ვილიამსი იქიდან გამომდინარე რომ ორი ძალიან კარგი პილოტი ყავთ მე რამდენი თუ იმეორებ უკვე ამას და ეს კიდე დამატებითი ცხენისძალებია ვილიამსისთვის. ეხლა ეს ზუსტად არ ვიცოდი თუ მართლა ორმა ქულებს აიღებდნენ, მაგრამ ერთი ქულაც რომ აიღოთ გუშინდელ რბოლაში მათ ეს უკვე იქნებოდა წარმატება და ეხლა მით უმეტეს ესე ორივე რო ქულებში ხდება უკვე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და უკვე საიდან საათ ხო უკვე გადაასწრეს აუდის და ესე თუ გააგრძელეს არ ვიცი წინ ვინ წყავთ იმათაც ძალიან დიდი საფრთხე შეექმნებათ პირველ რიგში Racing Bulls-ია ასეთი რომელიც არ ვიცი ძალიან ცუდად გამოიყურება სეზონი დაიწყო ძალიან ცუდად კი რაღაცა გამოფწყინება ქონდა Lindblad's მაგრამ საბოლოო ჯამში Racing Bulls-ი არ გავს მანქანას რომელიც სეზონის მანძილზე იქნება სტაბილური ისეთი რომელიც იბრძოლებს ქულებისთვის აი ვილიამსი კი პირიქით პილოტების და სტაბილური ასე ვთქვათ სწორი ნაბიჯების ხარჯზე დიდი შანსია რომ კიდევ ერთხელ ვიხილოთ საუკეთესოების შემდეგ ალბათ მეხუთე ადგილზე ხო არ ვიცი ალპინის და ჰასის ხო ამ მეხუთე მეექვსესთვის ალბათ მაინც აიბრძოლებს უფრო მეექვსე ხო ახლანდელ სურათით ალპინი ისეთ მაგარ ფორმაში არის ხო მაგრამ კოლაპინტომ თუ განაგრძო შეცდომების დაშვება და აი ზუსტად პილოტების ხარჯზე მოხდა ეგ დისბალანსი, მაშინ შეიძლება ვილიამსმა მეხუთესთვისაც წაიბრძოლოს. ასლი თუ ატრიალეს, ასე? ისე მაგრად გადარჩა, რომ არა ჰალო, ვინიცის. ხო, დაიჭერდა თუ არა ის აირბოქსი, არავინ იცის. წავიდეთ ფერარიში და დაიწყეთ ამითია შენ. ხო, ფერარიში რა უნდა ვთქვა ფერარიზე ერთს მივხვდი გუშინ რომ შარლ ლეკლერის და ფერარის ურთიერთობა უნდა დამთავრდეს სადღაც. არ ვიცი, ეგ რამდენად მოხდება. მოხდება თუ არ მოხდება ვერ ვხედავ ვერაფერს წინ რომ ამ ორმა გუნდმა და ადამიანმა რაღაცა წარმატებას მიაღწიონ ერთად საშინელი ტოქსიკური ურთიერთობა აქვს ლეკლერს და ფერარის რბოლა რომ ავიღოთ არ ვიცი ეს პიტსტოპი ვინ დაგეგმა საერთოდ ძალიან ანდრეში ან არ ვიცი პასუხს რატომ არ სცემენ როცა პილოტი რაღაცას კითხულობს საერთოდ პილოტს აზრს ხო უნდა ეკითხებოდე რაღაც მხრივ მაინც შეიძლება არ გაითვალისწინო მაგრამ მოაჩვენე თავი რომ შენთვის ეს პილოტი მნიშვნელოვანია და რაღაცას ეკითხები და იმის აზრს რაღაც მხრივ იზიარებს. არაფერი არ ჩანს ფერარიში ასეთი. ყველამ რაღაცა განაახლა. აგერ მაკლარენს ორი რბოლა ქონდა გამოტოვებული და უკვე სად არიან, ხო? ჯერ იაპონია იყო, სადაც კიდე ამ რბოლა მოიგეს და ახაც რა ახლოს იყვნენ რბოლის მოგებას. მე მგონია რომ იქაც კარგები იქნებოდნენ, რომ არ ქონოდათ პრობლემები და ვის? მაკლარენს. ხო, მაგას ვამბობ, ავსტრალიაშიც და ჩინეთშიც. ხო და მაგას ვიძახიან ტემპიდან გამომდინარე ხო იყო რბოლები, სადაც მაკლარენიც იყო ტრასაზე და ფერარიც იყო ტრასაზე, მაგრამ ხალხსახად ჯობნის. ხო, მაგრამ წინა რბოლებზე ვერ ჯობნიდა ფერარი აშკარად კარგი იყო, ყველაზე კარგი იყო მერსედესის გარდა და სადღაც გაქრა ხო ეს ყველაფერი. ყველაზე ცუდი ის არის რომ განახლებები ჩამოიტანეს ძალიან დიდი პაკეტი. ანუ იმას ვერ დავაბრალებთ რომ აი ფერარი რაღაცას ელოდება იქ რომ განახლები მოიტანოს. შეიძლება ხო არის თეორია იმაზე რომ უნდათ რომ FIA დაეხმაროს ძრავის განვითარების კუთხით ეს დამატებითი დეველოპმენტი მისცეს და ამის გამო იყო თეორია რომ ვითომ ძალით ჩააგდებენ მაიამის გრან-პრის. არ ვიცი ასე როგორ უნდა ჩააგდოს გუნდმა ძალით წარმოუდგენელია ჩემთვის. ყველაზე ტრაჟგეიც გავს. ხო, ყველაზე საწყენია ჩემთვის ის რომ ფერარი რჩება ყოველ წელს. ფერარით არ შეიძლება გუნდის ხელმძღვანელი გამოდიოდეს და ამბობდეს რომ ჩვენ წელს იმიტომ ვართ რომ ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის და პოდიუმებისთვის და საერთოდ არ ახსენებს რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ მსოფლიოს ჩემპიონატი. არ ვიცი ეს არ არის ფერარის იდენტობა, ეს არ არის ფერარი. ეს რაღაცა ვასერის სისუსტეზეც მიგვითითებს, ხო? და ვასერი არის გუნდის სახე, ხო? კი, ვასერი არის გუნდის სახე და ფერარისგან, ვიცი, გულშემატკივარი მხოლოდ ჩემპიონობას ელოდება, იქ 2-3 რბოლის მოგებას არ არის დამაკმაყოფილებელი ფერარისთვის არც ერთ ვარიანტში. მე იმასაც ვიტყვი, რომ ავსტრალიაში და ჩინეთში, ხო, ფერარი იმიტომ გამოიყურებოდა შედარებით კარგად, რომ არ იყო მაკლარენი. უბრალოდ არ იყო ნორის. მაგრამ შემდგომ ხო ნორისმა მაინც ხო იარა, ანუ
ყველა ვარიანტში იმედის მომცემი იყო Ferrari-ის გამოსვლა რა. აი ეს იყო იმედის მომცემი ნამდვილად. ხო და აი აშკარად ნუ ეხა გავიგე რომ იქ ვიღაცას პრობლემა ქონდა, მაგრამ აშკარად იყო მეორე მანქანა თუ ვინმე უნდა დაწეოდა Mercedes ეს იყო Ferrari. კი, ეგრე არის და ზოგადად Ferrari-ს ახასიათებს ხო ეს სეზონს რაღაცა ძალიან მაღალ ნოტაზე იწყებს. Don't give me hope. აი ხასიათზე და აი ძალიან მალევე უკვე ეს ხასიათი ეცემა და მოკლედ ვერ ახერხებენ პროგრესს ნახოთ კანადაში ხო ჭირდება. შეიძლება მაიამის ტრასის განსაკუთრებულობამაც იმოქმედა. რაღაც ჩაგაქვს მაშინ ამდენი განახლება თუ იცი რომ ვერ ერგები. კანადაც განსაკუთრებულია. ძალიან. სიცივე. უფრო განსაკუთრებული. კი, კიდევ უფრო განსაკუთრებული არის სიცივე. მაგრამ ნახოთ ხო იქ შეიძლება გაწვიმდეს, არ ვიცი იქ რა იქნება. ხო, მაგრამ ანუ ეგ არის რომ ბუნებრივ პირობებზე ხარ დამოკიდებული და არა იმაზე რომ ხარ Ferrari. და სწრაფი. ხო. ამწუხაროდ ეგრე არის კი. ლუის ჰამილტონი მე-6 ადგილი, ლეკლერი მე-8 ადგილი. კი, ლეკლერი ფიზიკურად დაასრულა რბოლა მე-6 ადგილზე, თუმცა 20 წამიანი ჯარიმა მიიღო ეგ ტრასის ფარგლების რამოდენიმეჯერ დატოვების გამო და პლუს კიდევ ეგ რამოდენიმე კონტაქტი ქონდა. მოკლედ საშინელი რბოლა გამოუვიდა შარლს, მოდი ვთქვათ. შარლის საშინელი რბოლა დაიწყო იქედან, როდესაც მან შეცდომა დაუშვა და კინაღამ კედელს დაეჯახა. რაღაც მომენტი, როდესაც პიასტრიმ გადაასწრო, მე კი დაიბრუნა ის. ალბათ მაინც საშინელი რბოლა დაიწყო რომ შეიყვანეს ბოქსებში. მანდ ხო, მანდ რაუნდოდათ რატო ცოტა უცნაური იყო ეგ გადაწყვეტილება. მაქსი გავიგე, ადრე შევიდა, იმიტომ რომ ხო, სტრატეგია ქონდა, მოცუდა და რაღაცნაირად უნდა ამოიღო ეს პოზიციები, მაგრამ შარლი რომელიც იბრძოდა რეალურად პოდიუმისთვის და პოდიუმისთვის კი ლიდერი იყო რბოლის. ლიდერი იყო რბოლის, კი. და არ ვიცი, ხა ამის მერე უწევდა ლეკლერს ბრძოლა იმისთვის რომ ისევ დაებრუნებინა თავის პოზიციები და ხო ბოლოს რა შეძლო. ბოლოს საერთოდ მოასხა, მარილი მოაყარა თავის ძალიან ცუდ რბოლას შეგვიძლია ასე ვთქვათ. მოკლედ მე-6 მე-8 ადგილი არის სრული კრახი Ferrari-ისთვის ნებისმიერ შემთხვევაში. მაიამიში და კანადის მოლოდინში, ნახოთ ტიფოზები რა შედეგს მიიღებენ. წავიდეთ Red Bull-ში, სადაც ძალიან პოზიტიური რბოლა იყო ალბათ Red Bull-ისთვის. აჯარს კითხე. აჯარისთვის მაგარი პოზიტიური რბოლა არ იყო, თუმცა როგორც კი დაიწყო განახლებები Red Bull-ში. რამხელა სხვაობა გაჩნდა უკვე Verstappen-ს და Hajar შორის. ის მიმი გაგახსენდა, ხო? ოდი ჩვენთან როგორ ეძახიან გასლი, ალბონი და ერესი, ლოუსონი. კიბეზე ადის. სუნოდაც შეუერთდა უკვე და ეხლა Hajar-საც ეძახიან მანდ. რიკარდომ დაიწყო, ხო, ზოგადად, მაგრამ. კი. ექსლა. ჰორნერსაც ეძახდნენ მანდ მარკოსთან ერთად. მოკლედ Verstappen-ის და Hajar შორის უკვე 8-მეათედია სხვაობა, 7-მეათედი, რაც კოლოსალური სხვაობა არის. როგორ იყო ხო ავსტრალიაში Hajar-ის კვალიფიკაციაში მესამე ადგილი და უკვე დაიწყო საუბარი, რომ აი მეორე პილოტის წყევლა მოიხსნა და რაღაცა არა რეალურად იყო ეგ შანსი რა რომ სეზონი რო იწყება ყველაფერი რო ახალია შეიძლება უფრო მოერგო რაღაცებს და უფრო მეტად გაუწიო კონკურენცია მაგრამ ძალიან მალე მოხდა ეს განაკლებები და არ ვიცი დაიმტვრა Hajar-ი გავიგერობის თავის შეცდომა იყო მაგრამ ტემპიდან გამომდინარეც ვერ ვიტყვით რომ ეხლა მაგს აუყავდა ალპინის ტემპი ქონდა ხო სადღაც მე-9 მე-10 მე-8 მაქსიმუმ პოზიციებისთვის შეიძლება ებრძოლა რა მეც ნახდათ ვერ ხედავდი რომ Hajar-ი გაიწევდა რა აი ყოლა პინტოსთანაც კი ძალიან დაუჭირდებოდა ბრძოლა, იმიტომ რომ ალპინი ძალიან კარგ ფორმაში იყო. რაც შეეხება მაქს, არ ვიცი, მე მგონია რომ მაინც თავის თავზე მაღლა ახტა ცოტა Verstappen-ი, ყოველ შემთხვევაში უნდა დაახტომა. ბოლის მოდელიც იყო რაღაც მომენტი. კი, იქ შეცდომა თავად დაუშვა სტარტზე, მე სტარტის შემდეგაც კიდევ ერთი შეცდომა, როცა ლეკლერთან იცავდა თავს, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც იყო Red Bull-ი, ცადა დედამიწა და კმაყოფილები უნდა იყვნენ ნამდვილად. ასე თუ გააგრძელეს, მე ვფიქრობ, რომ ამ სეზონში Red Bull-ი რბოლასაც მოიგებს. თუ ესე გაგრძელდა ყველაფერი, იმიტომ რომ ხო, მეორე რიგიდან და მეორე ხაზიდან დაწყება უკვე ძალიან დიდი წარმატება იყო Red Bull-ის. საბოლოო ჯამში მე-5 ადგილი მაქვს და 5 წამიანი ჯარიმაც მიიღო Verstappen-მა. ბოლოს ხო, თუმცა ამას ეფექტი არ მოუხდენია მის პოზიციაზე, ისედაც მე-5-ზე გავიდა Verstappen-ი და უბრალოდ დრო მიემატა მეტი არაფერი. მოკლედ ველოდებით კანადაში უკვე სიცივეში როგორ იმუშავებს Red Bull-ი.
წავიდეთ მერსედესში, სადაც კიმი ანტონელის მესამე გამარჯვება და 100 ქულა ხო და ჩემპიონატის ლიდერი ანტონელი, არ ვიცი, იტალიელი პილოტი რაღაც საოცარ ფორმაში არის, რასელს მოუგო სამი ბოლაზე ძეთ გავიგე იქ რომ რასელს სულ რაღაც პრობლემები, ბალანსის პრობლემები, იმის პრობლემა, მაგრამ ანტონელის არ აქვს ეს პრობლემები და შვენივრად იყენებს ამ ყველაფერს თარგმნის მოგებებში, ხო? სამი მოგება ზედიზედ. ბრავო. სიტყვებით, არ ვიცი, როგორ უნდა შეაფასო ანტონელის გამო. მე გეტყვი როგორ შეაფასო. გავიგეთ ხო რომ რასელს პრობლემები აქვს და ცუდია ეს ძალიან რასელისთვის, მაგრამ თუ წინარბოლებში ვიტყვით მაგას რომ რასელს პრობლემა, აქ ყავდა კონკურენტი. რასელის გარეშე ყავდა კონკურენტი. ლანდო ნორისი იყო, რომელიც მოქმედი ჩემპიონია, რომელიც მაკლარენით საკმაოდ სწრაფია, მანამდე ლეკლერი იყო კიდევ, რომელიც ძალიან სწრაფი იყო. კიმიმ ეს რბოლა ძალიან დამსახურებულად მოიყო. იქ თუ ვიღაცა იტყვის რომ ფონად გაზდევს რასელის პრობლემები, აქ ვერავინ ვერ იტყვის მაგას, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ის მერსედესი არ იყო, რაც წინარბოლებში ვნახეთ ჩვენ დომინანტი, შეიძლება იყო უფრო სწრაფი, მაგრამ მოდი რა, ამას აბალანსებს კიმის გამოცდილებაც, ხო? მსოფლიოს ჩემპიონია ლანდო ნორისი, შარლ ლეკლერია, რომელიც ამდენი ხანია ფორმულა 1-ში. იქ მაქს ვერსტაპენი ყავდა გვერდზე ხაზზე, სადაც მაინც საბოლოო ჯამში ცუდად არ დაძრა კიმიმ, ხო, ამ პრესინგის და ნერვიულობის ფონზე. მე ვფიქრობ, რომ სამივე მოგებული რბოლა რომ ავიღოთ, ეს იყო აი რაღაც საოცარი გაბწყინება იყო კიმის მხრიდან. ერთადერთი რისიც მეშინია ახლა კიმის რაც დაემართა წინა სეზონში რომ როგორც კი განახლებები დაიწყო კიმის ადგა ჩაიკარგა და აი კანადიდან ცოტა მეშინია იმის რომ აი რაღაცნაირად ისევ თავი არ იგრძნოს ბოლიდი ვერ იგრძნოს ისევ და აი რაღაცნაირად ეს სიჩქარე და თავდაჯერება რაღაცნაირად დაკარგოს. ეს არის ახლა თავარი ამოცანა მისთვის. ასე ვფიქრობ, რასელი სადღაც სეზონის განმავლობაში აუცილებლად მოვა აზრზე დარწმუნებული ვარ, ახლა მთელი სეზონი ხომ არ ექნება პრობლემები და სადღაც ჯორჯიც გაისვრის, უბრალოდ კიდევ ის იყო რომ მერსედესისთვის მოხდა ყველაზე ცუდი ის რომ ამხელა შესვენება გქონდა, იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს მოახერხეს გუნდებმა დაწევა და ეს სამი კვირაც მე ვფიქრობ რომ მერსედესისთვის არ მუშაობს კარგად, თუმცა მერსედეს ყველა საინტერესო რა არის, იცი, აი უკვე ამას რომ ვამბობთ, რომ მერსედეს მაიამის შეიძლება წაეგო რბოლა. კი, თან წაეგო სუფთად და არა რაღაცა პრობლემების გამო ან რაღაც. აი ვიტყვი რომ კიმი გადაურჩინა მერსედეს რბოლა. მოდი ესეც ვთქვა, სტრატეგიულად ძალიან კარგად იმოქმედა მერსედესმა, ანდერკათი გაუკეთეს ნორის და ამანაც კარგად იმუშავა. ხო, ნუ ეს ანდერკათი მე თუ მკითხავ 2x2 იყო, ხო? თუმცა მაკლარენსაც არტივი იყო. მაკლარენისთვის პირველი არ არის სტრატეგიული შეცდომები. შეცდომა დაუშვა მაკლარენმა, გაიპარათ ფაქტიურად ანტონელის ისარგებლეს ანდერკათი და ანტონელი შვენივრად. ხო, მაგრამ რამდენი ხანის დია? კი. აი ეს ხო ჩემთვის მერეს დია, ეცადა ცდილობდა. ხო, მაგას ვამბობ რა, დაიჭირა თავი რა, ეს არ იყო კატარი. ნეხის ქვეშ რომ ესე მიდიხარ. ზუსტად მაგას გულისხმობ. არ უშვებ, არა კოლოსალური სხვაობა არის, მოდი შარშანდელ ანტონელის და წლევანდელ ანტონელის შორისაც აბსოლუტურად სხვა პილოტი არის და აი ეს არის ის ანტონელი, რომელსაც მე ველოდებოდი და რომელი ჰაიპიც იყო ამ ბიჭზე და ამულოდინიც იყო და ხო, მოკლედ საბოლოოდ ანტონელი პირველი, რასელი მეოთხე ადგილი, რასელმა ალბათ მაქსიმუმი გამოწურა, რაც კი შეიძლებოდა გამოეწურა ან ბოლიდან მეოთხე ადგილზე შეიძლება ვერ გასულიყო, რომ არა ეს ლეკლერის პრობლემები, რომ არა მაქსის მოცურება, ხო, გავიდოდა ალბათ მე-6 ადგილზე. ხო, პროცესში არც იყო მეოთხე ადგილზე, ხო, ხან მე-5-ზე იყო, ხან მე-6-ზე და უბრალოდ ცოტა ის გამიკვირდა, თვითონაც ჰქონდა კონტაქტი და არ დააჯარიმეს, ხო, რასელი? ხო, ცოტა უცნაური. ჯორჯი არ დააჯარიმეს. ხო, მერსედესისთვის კიდე ცუდი ის არის, რომ ის ორი გამოტოვებული რბოლა იყო პოტენციური კიდე დამატებით რამდენი ქულა, ხო? მაგას ვამბობ და დრო სხვა პილოტებისთვის აღმოჩნდა ახლა. ეხლა ნამდვილად სხვა პილოტებს ზე უკეთ იმოქმედა ამ გაუქმებულმა რბოლებმა. წავედით ჩემპიონებში. მეორე მესამე ადგილი ნორის და პიასტრის. ნორის, მოდი
ვთქვათ რომ მეგა უქმეები ქონდა კონკრეტულად ლანდო ნორის, იქ მაკლარენმა თუ ანდერკატი გაეპარა ეს ლანდოს ბრალი ნაკლებად არის, თვითონ ლანდომ შვენიერი უქმეები ჩაატარა და აქტივში შეუძლია შეიტანოს ეს რბოლა. ნორის დაიწყოთ სპრინტიდან, რომელშიც სრულიად დომინირებდა, იქ კვალიფიკაციაში მეოთხე იდგა და უკვე რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდა რომ მაკლარენი უბრალოდ სპრინტში ხომ არ იყო მაგარი, თუმცა რბოლაში მაგერ გამოვიდა და მალევე გადავიდა პირველ ადგილზე, რომ არა ის შეცდომა გუნდის ალბათ ლანდო მოიგებდა ხო ამ რბოლას უპრობლემოდ. თან მაკლარენს რაც ყველაზე პოზიტიური აქვს, საბურავებს ძალიან კარგად ინახავენ. რა პრობლემაც ჰქონდათ. ხო, რა პრობლემაც ჰქონდათ. ძალიან კარგად ინახავენ საბურავებს ლანდომ. ძალიან კარგად არა ისიც აღსანიშნია, რომ რბოლის ბოლოს პრობლემები ჰქონდა ფრთასთან დაკავშირებით ნორის და ბოლოს რამდენიმე წრეზე უკვე მოუწია სიჩქარის დაგდებაც. მაგრამ სად იყო მაკლარენი და სად არის ეხლა? ეს არის ძალიან მთავარი. მათთვის აი ცოტა პიასტრი იყო, პიასტრისგან ცოტა მეცველოდებით ხოლმე, მაგრამ პიასტრიმ ისეთი ლამაზი ეპიზოდი გვაჩუქა რასელთან ბრძოლაში, აი სადაც უნდა აჩვენო, რომ და თავი არ უნდა დაუხარო. კი, აი თავდახრა რო არ უყვარს პიასტრის, აი ეს გამოავლინა ზუსტად და სადაც არის ცივსისხლიანი. ჯამში ლანდო მაჯობა, მაგრამ პიასტრი თავისებური პილოტია. არა, სადღაც ტრასაზე შეიძლება ისე მოიგოს, რომ ახლოს არ მიიკაროს არავინ, მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება ლანდო უფრო სტაბილურად გამოიყურებოდეს რა და მე ძალიან მომეწონა ნორისის ტემპი, სპრინტზე ძალიან დომინანტური იყო. აქაც არზე ვინ იცის რომ არა მაქსის ხისტი გადმოსვლა, სად იქნება და პირველ მოსახვევში. ხო, საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაკლარენი საქმეშია და თუ სტაბილურად ასე ორივე პილოტი აკრეფენ ქულებს, უკვე არ არის ჩემთვის ფაქტი, რომ მერსედესი მოიგებს ყველაფერს. არა, მაგრამ მარტივად ნამდვილად არ არის, სულ უფრო და უფრო უახლოვდება, აგერ ხო ხედავ მაკლარენი. აი კანადა უნდა მოგებას, ხო კანადაში არ ვიცი, სიცივე თუ ისე მუშაობს მერსედესზე, როგორც წინა წლებში. არ ვიცი, გაუჭირდებათ ნებისმიერ პილოტს, თან განახლებები ექნება ხო მერსედესს. აი როგორ იმუშავებს, ხო, აი როგორ იმუშავებს ეს განახლებები სხვა არის. პიასტრის ალბათ რბოლის ცვლილობისთვის, რომ მიგვედევნებინა თვალი, არავინ არ ელოდებოდა პოდიუმზე ოსკარს. ალბათ თლიანი უქმეები რომ ავიღოთ რა. ლანდოს უეჭველად იფიქრებ. აი ლანდოსაც ვერ იფიქრებდი კვალიფიკაციის მერე. კვალიფიკაციის მერე ხო, გუახტილი რო ვიყო, აი ვერ ვიფიქრებდი. უფრო მაქსი, ლეკლერი, ხო, ანტონი და სადღაც რასელსაც ვაძლევდი შანსი, იმიტომ რომ მაინც რასელია სწრაფი იყო მანქანა, მაგრამ მერე ხო, სადღაც მაინც ალბათ მაკლარენს უნდა ერთი მერსედესისთვის მაინც უნდა ეჯობინა. პიასტრი ზოგადად ეხერხება ეს რაღაც მოულოდნელი გასწრებები იცის, ხო, მოულოდნელი შეტევა იცის. ანუ ძალიან კარგი პილოტია საბოლოო ჯამში და ჭკვიანი არის და ლანდო გამოჩნდა კიდევ რომ ძალიან მაღალი საბოლოო ინტელექტი აქვს სხვა შორის ლანდო ნორის. აი საბურავების შენახვა, ხო, ოდნავ ჩამორჩენა წინა პილოტთან რომ არ გადაახუროს. აქ ვერ გამოადგა დიდად. აქ ვერ გამოადგა, აქ უკვე ცდილობდა რომ წამოწეოდა. ხო, აქ ბოლომდე ჩაჭერილი იყო. ანტონელი ძალიან მაგრად აკონტროლებდა სიტუაციას. ხო, არ დაგვაუწყდეს რომ კიმის ჰქონდა პრობლემები გადაცემათა ყოლობზეც, დაბლა ვერ ყრიდა სიჩქარეებს და 19 წლის ბავშვისთვის მოდი ვთქვათ რომ ესე ძალიან დიდი გამოცდა. ეს არ იყო მონაკო, სადაც რიკიარდომ გაფუჭებული ყოლოფით მოიგო და ხო ფიზიკურად ხო ფიზიკურად ვერ გაგასწრებენ რამე და აქ სხვა. მოკლედ ორმაგი პოდიუმი მაკლარენს და სულ უფრო და უფრო უახლოვდება მაკლარენი აი უმაღლეს წვერვალს უკვე კვირის რბოლაში. ჩემპიონატს გავუყვეთ, სადაც კიმი ანტონელი ლიდერობს 100 ქულით, 80 ქულა აქვს მის თანაგუნდო ჯორჯ რასელს, თუმცა ბოლო ორი რბოლა განსაკუთრებით მეტ ქულას იღებს უკვე ანტონელი, ვიდრე მისი გამოცდილი ბრიტანელი თანაგუნდელი და 20 ქულა უკვე ანტონელის და რასელს შორის სხვაობა, რაც ცოტა არ არის. ბევრიც არ არის. ბევრი არ არის, იქიდან გამომდინარე რომ გრძელი სეზონია. ხო და არაფერი არ არის. თუმცა შენ წარმოიდგინე ახლა 3 რბოლით ადრე რომ 20 ქულა იყოს ანტონელის და რასელს შორის სხვაობა. მაინც არ არის 20 ქულა არის, ძალიან ცოტა. ამ ეტაპზე ჩემთვის. ამ ეტაპზე ცოტა, თუმცა აი ისე ვიმეორებ, აი ეს რო იყოს სეზონის
ცოტა ბოლოსკენ აი ხა ბოლოსკენ რო იყოს უკვე ესე თუ გააგრძელა და აი მე რენახაში რასელის ნერვიულობა თორე რასელი უკვე ნერვიულობს მე მგონია რომ მე მგონია რომ უფრო ნერვიულობს იმაზე რომ ვერ ირგებს ამბოლიც რა და ტექნიკური ხარვეზები აქვს თორე მე მგონია კიმიზე ნერვიულობდეს რაღაცა აქვს მაკლარენის 2007-ის არა ძალიან ადრეა ჯერ დაველოდოთ რას გულისხმობთ აი ჰამილტონი და ალონსო რო ერთად აღმოჩნდნენ ჰამილტონი რო ახალგაზრდა იყო და ალონსო რო ძალიან გამოცდილი იყო და რაღაც მომენტში გუნდი რომ მიხვდა რომ დაახლოებით იგივე შედეგს უდებდა ჰამილტონი რაცაც დებდა ალონსო ხო არ გამოურიცხავ რომ რაღაც დროს მერსედესმა სრულიად ფოკუსირება უკვე ანტონელიზე გადაიტანოს. არ მგონია რა ფოკუსირება უნდა გადაიტანოს ტოტოს შვილივით უყვარს ფოკუსირებულია თავიდან ბოლომდე. რასელი მაინც პირველი პილოტია. ძალიან შორს ვარ მაგაზრისგან მე მგონია რასელი დაბრუნდება და რასელი დაიბრუნებს იმ ფორმას რა ფორმაშიც არის. ამ მგონია რომ პირიქით კიმის კიდევ გაუჭირდება რაღაცა გოლები იქნება ჩემი დიდი სიყვარულის კიმის მიმართ მაგის მიუხედავად მაინც მგონია რომ ეს სეზონი გაუჭირდება რადგან რასელი მოვაზრს არ ვიცი მოკლედ თამაში განსხვავებული აზრები გვაქვს რატომაც გონია რომ ჭუმეპარება რომ ესე გაგრძელდეს სეზონი მე რატომაც გონია რომ აი ხო გეუბნები უფრო და უფრო კიდევ შეიძლება უკეთეს პირობებში აღმოჩნდეს ანტონი სულელობის დროს მესამე ადგილზე ლეკლერი არის ჯერჯერობით მიუხედავად იმისა რომ აი ესეთი რთული რბოლა ქონდა შალს ინარჩუნებს თავის მესამე ადგილს თუმცა ნორისი და ჰამილტონი 8 ქულაში არიან შალთან 51-51 ქულით მეოთხე მეხუთეზე არის ორი ბრიტანელი პიასტრიც იქვე არის არც ისე შორს 53 ქულით და ფერსტაპენმა ამოიწია მე-7 ადგილზე გადაასწრო ბერმანს და გასლის ხო და საუკეთესო დარჩენილებიდან ჯერჯერობით ბერმანი არის და ჰაჯარი მეორე რედბული მხოლოდ 4 ქულა აქვს ლინდბლადიც და ლოუსონიც კი ჰაჯარზე წინ არის მოკლედ ეს წყევლა აჯარზეც გრძელდება ხო საბოლოო ჯამში რედბულის მეორე პილოტებიდან საუკეთესო იყო ჩეკო პერესი საუკეთესო კი არა აი ორი თავით საუკეთესო იყო მე მგონი დანარჩენებზე ხო კი ბატონო მერსედესი კონსტრუქტორებში 4-დან 4 მოგება 180 ქულა ფერარი მართალია მეორე ადგილზეა თუმცა უკვე უფსკრული არის მერსედეს და ფერარის შორის 60 ბოდიში რაღაც გამახსენდა პერესი ხომ ერთადერთია ვიცე ჩემპიონია ფეტელის და ფერსტაპენის გარდა რედბულში კიც მეორე ადგილზე გავიდა, როცა პირველმა პილოტმა მოიგო ჩემპიონატი რედბულის პირველ პილოტს გულისხმობ, ხო? ფეტელის დროსაც არის. ვებერი ვერ გახდა ვიცე ჩემპიონი. პერესი ერთადერთია. ხო, ერთადერთია. ხო, ამითაც მტკიცდება, რომ პერესი მართლა ყველაზე კარგი. ჩეკო მეგა პილოტი არის. ეხლაც კადილაკში სად პერესი, სად ბოტასი, მოდი ესე ვთქვა. უკეთესად გამო. ჩვენ ამას ველოდით კიდეც, ვამბობთ კიდეც. ბევრად უკეთ გამოიყურება სერხიო პერესი, ვიდრე ვალტერი ბოტასი. მაკლარენი წამოეწია ფერარის 16 ქულა დარჩა მათ შორის სხვაობა, აი აქაც უფსკული არის უკვე მაკლარენს და რედბულს შორის 30 ქულა აქვს ხოლმე. რამდენი აქვს მერსედესთან მაკლარენის ჩამორჩენა? მანდაც ბევრია, 86 ქულა აქვს. მერსედეს უპირატესობა. არა ეს პირველი ორი რბოლა მაკლარენის ფაქტიურად გამოტოვებული ფორმის. ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო ამ ხრივ მაკლარენმა. დღის ბოლელი შენი. ხო, ჩემი დღის ბოლელი აშკარად კიმი ანტონელია გამომდინარე იქიდან რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ამ სამი რბოლიდან კიმი ეს რბოლა ისე ჩაატარა რომ ანუ აი არ ვიცი მეგარბოლა გამოუვიდა ვერ წარმოვიდგენდი რომ 19 წლის ბავშვი იჯდა ამ ბოლიდზე იმდენად გამოცდილი პილოტივით ატარებდა და იმდენად გამოცდილი პილოტივით უმკლავდებოდა იმ პრობლემებს რაც ჰქონდა მთელი რბოლის განმავლობაში ჩემთვის ანტონელი თავისთავად ყველა შეიძლება დაგეთანხმოს, თუმცა მე მაინც ცოტა უკან რიგებს მივცემ შანსს და ფრანკო კოლაპინტოზე ვიტყვი, რომ დღის ბოლელი იყო. ძალიან მაგარი რბოლა ჩაატარა, თუ არ ჩავთვლით ლუისთან იმ კონტაქტს. ხო, ეგ არ გვითქვავს, ხო, რომ ლუის ხო დაუზიანდა ბოლდი სტარტზე კოლაპინტოსთან კონტაქტის შემდეგ, თუმცა რომ არა, ეს მომენტი ფრანკოს 100%-იანი იდეალური რბოლა ჰქონდა. შედეგობრივად იდეალური რბოლა იყო კოლაპინტოსთვის, თუმცა რომ არა ეს დაზიანება და შეჯახება ლუისთან კიდევ უფრო მეგარბოლა იქნებოდა ფრანკოსთვის. ხო,
ხო ადგილებით ალბათ მაინც ვერ აიწევდა ზემოთ, მაგრამ არა, ადგილებით დაკლები პრობლემა ექნებოდა თუ რამე დაუზიანდა და თუ რამე პრობლემა ქონდა პროცესში. აი ლუისაც დიდად რო გითხრა, ეხლა ლუის რომ არ ქონოდა დაზიანება, მან ფერარის ხელში რამეს იზავდა. ცოტა ეჭვმეპარება. რომ მოკლედ ძალიან უიმედორბოლა იყო ტიფოზის თვალით რომ შევხედოთ რა. წავედით შეკითხვებზე, რომელიც იწერება ჩვენს YouTube არხზე და შეგიძლიათ ყველამ, ვისაც გაინტერესებთ, შეკითხვები გაქვთ ჩვენთან ფორმულართან დაკავშირებით, დაწეროთ კომენტარებში თქვენი შეკითხვები და ჩვენ შემდეგ გადაცემაში უკვე უპასუხებთ თქვენი შეკითხვებს. დავიწყოთ ბოლო გადაცემის ბექა ცუცქირიძეს ვარს ესეთ კითხვას გასლი და უკონი რომ თითქმის თანაბარი დონის პილოტები არიან, არ არის გონის საკამათო. რაღაც რბოლებში ერთი აჯობებს, რაღაც რბოლებში მეორე. გამოჩნდა რომ ოკონს ბერმანი ჩაგრავს. რბოლებში ჯობნის, ქულებში ჯობნის. ალპინს ვითომ უკეთესი პილოტი რომ ყავდეს, უკეთეს პოზიციებში იქნებოდაო? გასლი, ანუ გასლიზეა ლაპარაკი, რომ ალპინს რო უკეთესი პილოტი ხო, ალბათ. გასლი არის სასათბურე პირობებში, პირდაპირ ვიტყვი. და ოკონი არა. ოკონი არ არის, იმის ოკონი უფრო არ არის, იმიტომ რომ ბერმანი ფერარის პროდუქტია, ჰაას ფერარის პროდუქტია. გავიგეთ რომ ბერმანი ძალიან კარგია, მაგრამ ხო, ოკონი მაინც სტუმრად არის იქ მისული, როგორც კოლაპინდო. არ ვიცი, გასლისთან გასლი ოკონი როცა იყვნენ, ერთად იქ გამოჩნდა რომ ძალიან თანაბარია ორივე და ერთი მეორეს ჯობიაო, ალბათ აი სენა პროსძეც ვიტყვი, ყველაზე ვიტყვი ეს ჯობია ამას, მაგრამ აი ამაზე ვერ ვიტყვი. მაგრამ ოკონი მაინც ჯობია. ხო, ეგრეა ნამდვილად. გასლი გაცილებით უკეთეს პირობებში ალპინში, ვიდრე ოკონი ჰაასში. მე მეცაც ვიტყვი, რომ ბერმანი უფრო უკეთეს პირობებშია ჰაასში, ვიდრე ოკონი. და მე მგონი არ არის ხო კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეტაპზე კოლაპინტოზე ბევრად კარგია ბერმანი. ნუ ბევრად კარგი თუ არა, უკეთესია ბერმანი. ვლადიმერ გიგაია 44-70 წერს ასეთ შეკითხვას, გამარჯობა, რომელია თქვენი საყვარელი სეზონი? ჩემთვის საყვარელი სეზონი რა მხრივ? ალბათ ინტერესის ხრივ გამოვარჩევ 2008-ს, გამოვარჩევ 2009-ს, 2010-ს, 2012-საც, 2021-ს ალბათ. 21-12 ალბათ ჩემთვის ბოლო წლებში, 21 იმიტომ რომ ამხელა ინტრიგა და დრამები იყო, 2012 იმიტომ რომ პირველი 7 თუ 6 რბოლა საერთოდ სხვადასხვა პილოტმა მოიგო და ეგ სეზონი ძალიან კარგი იყო. პილოტი შევიდა ხო, ბრძოლაში. 5 2010 ბრაზილიაში ხო ჯენსონი გამოეჩა ბრაზილიის მეერე აბუ-დაბიში 4 პილოტი ხო ბრაზილიაში 5 იყო წარმოიდგინე და ბატონს რო არ დაეკარგა შანსი 5 პილოტი ჩავიდო და იმაში რა ქვია გადამწყვეტ რბოლაზე 7 ძალიან მაგარი იყო ხო აი ესე ვერ გამოყოფ რა ალბათ უბრალოდ მაინც ალბათ 21-ს ვიტყვი იქიდან გამომდინარე რომ ნებათა ხელვიდან ყველაზე მაგარი ხო რაღაცა სხვა პლანეტაზე იყო მან ჰამილტონი და ვერსტაპენი აი ის დარჩენილი 18 პილოტი იყო სტატისტიკაში ფაქტიურად უშანსო ესენი და დანარჩენი თან ტემპიც ხო წრეზე წამიდა წამნახევარს უგებდნენ ყველას თან ცოტა მერსედესის დომინაციით დაღლილი და უცებ ესეთი ბრძოლა რო ჩნდება კალენდარში ეს კიდევ აორმაგებდა მთელ დრამას და სიამოვნებას ალექსანდრე რობაქიძე გვწერს ასეთ კითხვას წინა წელს მაქს რასელი რომ შეეცვალა ექნებოდა თუ არა ამ სეზონში იმაზე უკეთესი სეზონი რაც 23-ში ჰქონდაო. რა ეს ცოტა წინ გავიქეცით ხო ეს ალბათ დაწერილია იქამდე სანამ ეს რბოლა ჩატარდებოდა და ალბათ როგორც ჩვენს მაყურებელს ჩვენც გვეგონა რომ მერსედესი ისევ დომინანტი იქნებოდა რა თქმა უნდა 23-ზე კარგი სეზონი ვერ ექნება მაქს იქიდან გამომდინარე რომ ჯერ არ ვიცით მერსედეს რამდენად კარგი სეზონი ექნება წელს. ო, არ ვიცი, მართალია 23-ში მაქს ეს სეზონი ქონდა რომ მე მგონი ამის გამეორება. ორი რბოლა ვერ მოიგო, ხო მარტო? თუ სამი, ორი პერესმა მოიგო, ერთი საინსმა, სამი რბოლა ვერ მოიგო. ამის გამეორება ზოგადად არ ვიცი, მაქსაც არ შეუძლია მე მგონი რაღაცა საოცარი სეზონი ქონდა. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე, გიორგი ხუხალაშვილი, ხო, წერს ესეთ შეკითხვას. შეიძლება წინ გადაცემაში ნათქვამი გაქვთ, მაგრამ თქვენი აზრით ვინაა ყველა დროის საუკეთესო მბოლელი და თქვენი ყველა დროის საყვარელი მბოლელი? აქ მე ორივე შემთხვევაში ერთ და იგივე პასუხი მაქვს, მიხაილ შუმახერი და მიხაილ შუმახერი. აირტონ სენა. აქაც იყოფა ჩვენი აზრი. ხშირ შემთხვევაში. მაგრამ ხო, ახლა სენას რბოლები არ მინახავს პირდაპირში. ესე პირდაპირ ეთერში რო ვინმეს გულშემატკივრობდა, ეგო ჯენსონ ბატონი. ჩემი საყვარელი პილოტი იყო ყოველთვის.
ჩემთვის შუმახერი და შუმახერი, იქაც და აქაც. საყვარელი პილოტიც და მე ვერ დავიბადე 80-იანებში. თორე სენასაც ნახე. გამიმართ. ნიკოლოზ 44 წერს სავარაუდოდ ლუისის გვარი მეგონი. ხო, ფიქრობ რომ FIA იძულებული იყო რაიმე სახის ჰიბრიდული სისტემა გამოეყენებინაო, რადგან დღევანდელი პილოტები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არიან და გადასწრებები მხოლოდ უკეთესი მანქანის ხარჯზე ან უბრალოდ ძალიან იშვიათად მოხდებოდაო, მიუხედავად იმისა, რომ ყველას მოეწონებოდა ვირვა ან ვიათის დაბრუნება. ვირვა დაბრუნება, ალბათ არ მგონია უბრალოდ ტექნოლოგიას გაყვა FIA ფორმულა 1-იც ეკოლოგიას გაყვა ფორმულა 1-იც რაღაც ხრივ ცოტათი შეიძლება ახლოს იყოს სიმართლესთან, იმიტომ რომ სანამ DRS-ის სისტემა დაინერგებოდა, ხო, მანამდე გასწრება სულ უფრო და უფრო რთულდებოდა. იყო რაღაც ბოლები 2-3 გასწრება გქონდა 2000-იანების დასაწყისში. მაგრამ სანახაობას უშველად ხო ელექტრომ არა, ელექტროსანახაობას ეს არის ტექნოლოგიებზე გაყოლა. ხო, აი რაღაც ის გონია. DRS-ი კი ბატონო, ხო, აი მსგავსი რაღაც კეირსი DRS-ი და ასეთი რაღაცები. გონია რომ ხო, იმისთვის იყო რომ სანახაობა ყოფილიყო მეტი. ბექა წერს მსგავს შეკითხვას თქვენი აზრით რომელი გახდება წელს ჩემპიონი, კიმი თუ ჯორჯიო და მე ამაზე პასუხს ვიტყოდი რომ არ ვიცი. ეხლა უკვე არ ვიცი. ან სხვა გუნდიდან მოვიდეს და გახდეს. მე გამიხარდება რომ კიმი გახდეს ძალიან. თუ არ ვიცი მე ისევ ჩემ არაპოპულარულ აზრზე ვრჩები ამურიდან თუ ვინმე გახდება ჩემპიონი კიმი გახდება ჩემი პოპულარული აზრით თუმცა ბეტნიერესი არავინ არ იცის წარმოიდგინე ახლა მაკლარენმა თუ პროგრესი განიცადა ისეთი რომ ჩაჯდეს ისევ იმ რიტმში როგორც შარშანდელ სეზონში იყო იქ ვერსტაპენმაც თუ დაიწყო ფორმის აკრეფა და რედბულმა დაიწყო ფორმის აკრეფა იქ მერსედესი რაღაც ბოლებში უკვე შეიძლება მესამე მანქანა მესამე ბოლიდი აღმოჩნდეს რაღაც ბოლებში არავინ იცის შეიძლება ფერარიმაც გამოვარდეს და საერთოდ მეოთხე ბოლდი რაღაც ბოლებში ისევ პირველი იქნება რაღაც ბოლებში მეორე იქნება მოკლედ ესეც სალსახად ვერ ვიტყვით რომ მერსედესის პილოტი გახდება წელს ჩემპიონი რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მაღალი შანსია რომ მერსედესის პილოტი გახდეს და ფავორიტი სწორედ იტალიელი და ბრიტანელია თუმცა ესე ხაზგასმით უკვე ვეღარ ხო მაიამის მერე ნამდვილად ვერ ვიტყვით ახლა კანადაში კიდე რაღაც აუცილებლად თუ შემოგთავაზეს და ისევ ესე ფორით გაიხსნენ წინ მაშინ ხო დაუბრუნდებით იმ რელსებზე რასაც კიმი ჯორჯის ბრძოლა ქვია გიო იუჯი ერთი ემი წერს ესეთ კითხვას რომ ამ კალენდრიდან რომელია თქვენთვის საუკეთესო ტრასა საყვარელი ტრასა არის ჩემთვის სპა თვითონ ტრასა მაგრამ საყვარელი რბოლა არის ჩემთვის ინტერლაგოსზე ყოველთვის ჩემთვის საყვარელი ტრასაც ინტერლაგოსია და საყვარელი რბოლაც ინტერლაგოსია თუმცა აი ესე ძალიან ვერ გამოვარ ერთი ესეც როგორ ავირჩიო ეს სხვა ბავშვებს რო გაწირავ ანუ ინტერლაგოსის გარდა საოცრება სუზუკა საოცრება სპა საოცრება სილვერსტოუნი ხო მონცა აი ხო მონცა მაინც ძალიან განსხვავებულია ხო სწორი მონაკოეთები მონაკოზეც აი სილვერსტოუნი არა ხო სილვერსტოუნი საოცრება შინელი მოსაყვევების ბეკეტსი ხო კვანძი და რაღა დაგიმალო და ოსტინი ძალიან მაგარი ტრასა არის ტრასად რო აიღო აი ძალიან პირველი სექტორია ძალიან მაგარი პირველი სექტორი არის სილვერსტოუნი ჩათვალე ძალიან მიყვარს პირველი სუზუკას სილვერსტოუნის რაღაცა ნაჯვარი არის ოსტინის პირველ ძალიან მაგარი აი ესე აი ხუთეულსაც ვერ გავაკეთებ ალბათ საყვარელი ტრასების აი თურქეთი დაბრუნდა თურქეთი აგრესი მალაიზია აღარ გვაქვს რომელიც ერთ-ერთი უსაყვარლესი ტრასა შემიძლია ვთქვა რომელი ტრასები არ მომწონს აი რა ვქნა და აბუდაბი არ მომწონს. სოჭი მეზიზღებოდა. სოჭი ანუ კატასტროფა იყო. აბუდაბი არ მოგწონს? რატო, მაგრამ აი არ ხო რაღაც აკლია რა ჩემთვისაც აი. იმიტომ არის აბუდაბი ყოველთვის კარგი რომ უბრალოდ საჩემპიონო საიდერი არის. თორე გახსენი სეზონი. აბუდაბი და ისა რა ხო ჩააქრე შუქები და გაანოთო. ზით. ხო, ჯედა არის ასევე ძალიან საინტერესო. ჯედაც ტრასა. კარგი. რასაც გვია არის. ჯედა საოცრად ჩქაროსნული ტრასა არის. წავედით შემდეგ შეკითხვაზე დავით ალხაზაშვილი გისვეს ესეთ შეკითხვას რას ფიქრობთ ფერარის ექნება შანსი თუ არა? წელს თუ არა მომავალ სეზონში მაინც. მე მგონია ფერარის ერთ-ერთი სახეა და მათი წარმატებები წაადგება ამ სპორტს. ბოლო
მაშინ სრულიად გეთანხმები, რაც ციცახი Ferrari-ის წარმატება შეიძლება ფორმულა 1-ის პოპულარობა 1-2 რადგან ისედაც ხო იზრდება და ზემოთ მიდის, თუმცა აკლია. Ferrari-ის წარმატება ამ სპორტს. აი, ყველაზე მარტივ რაღაცას ვიტყვი რა, ახლა ჩვენ კომენტატორები უფრო ვამჩნევთ ხოლმე ამას გულშემატკივრის მხრიდან, როგორც კი თუნდაც ერთ პატარა სპრინტს მოიგებს Ferrari, ერთ პატარა სპრინტ კვალიფიკაციას ბოლოზე Everybody is losing their minds. ეგრევე ბრუნდება ორმაგად და სამაგად უფრო მეტი აქტიურობა აქვს ფორმულა 1-ში, ფორმულა 1-ს და Ferrari-ს ალბათ. არა, ლეკლერის, თუნდაც ახლა ლეკლერს სპრინტი რომ მოეგო, არ ვიცი, აი რაღაც ისე რომ ავიღო, რაღაც პოსტს რომ აქვს თუნდაც 100 ლაიქი ჩვეულებრივ დროს და იქ ახატიან ანტონელი ან ნორისი, Ferrari-ის პილოტი და Ferrari-ის გერბი როცა არის იმ პოსტში, არ ვიცი 300-მდე და 500-მდე ადის, ხო? აი სოციალებით რომ ვიმსჯელოთ, აი ესე აბრუნებს ხოლმე და ატრიალებს Ferrari სიტუაციას. შენ წარმოიდგინე Hamilton-ი რო Ferrari-ით იგებს. ეს საერთოდ ის მიმი რო არის წითელი თვალები რო ბოლოს აღარ ვიტყვი რას განიცდი ეგ არის ნამდვილად Ferrari და Hamilton-ი Ferrari-ის წყვილის გამარჯვება ფორმულა 1 შეიძლება 1-2-ად კი არა 1-1000 გაიზარდა. ვინც არიციან ფორმულა 1 რა არის ისინიც კი დაინტერესდა. ნამდვილად. აი შანსის რა გითხრა ხო? აი არ ვიცი. არა შანსი არა. Liverpool-ს გავს, კლოპანდელ Liverpool-ს გავს Ferrari next year. ეხლაც დავამსგავსებთ. Liverpool-ს. Კაგი ბრაზდებიან Liverpool-ის გულშემატკივრები. რა გავაკეთო? ეგრე ბრაზდებოდი მეც. TS Leo წერს ეგეთ რაღაცას თქვენი აზრით შედის ლეკლერი Ferrari-ის პილოტების ტოპ-10-ში? აუცილებლად. სტატისტიკურადაც შედის და გონი შედის კი. პოდიუმები, სამი პოდიუმი აქვს თუ რაღაც დარჩენილი და შუმახერის მერე სტატისტიკა ხომ ამ გაიხსენე Ferrari-ის. ანუ არა, ლეკლერი ჩემთვის შედის ამ თემაში. მაინც შედის. არა 10-ში ალბათ შევა, მაგრამ 5-ში ალბათ არ შევა. ანუ იმდენი არა 5-ში ვერ შევა, აი სტატისტიკურად შევა, მაგრამ არ ვერ შევიყვანდი რა. შეიყვა 5-ში, მაგრამ პოულებით მეორე პოზიციაზეა, შუმის მერე პოდიუმებით ხო გეუბნები, სამი პოდიუმი 52 აქვს მაგას და კიმის. ბარიკელოს და არ ვიცი აღარ მახსოვს, მეგონი ლაუდა არის მეორეზე. მოკლედ სამი პოდიუმი, ფეტელი, ხო ბარიკელო და ფეტელი და სამი პოდიუმი და გადის მეორე პოზიციაზე მაგფრივ. ნუ გავიგე იქ რომ ამოგება აქვს Ferrari-ში. ხანია თან ლეკლერიც არის Ferrari-ში. არა, ძალიან ბევრი გრან-პრი აქვს ჩატარებული. ამ რო ამოგებითაც 10-ში იქნება უეჭველი, სადაც შუმის მერე ლაუდა არის 15-ით და ფეტელი 14-ით არის. არა, ყველა ვარიანტში იქნება 10-ში. უბრალოდ ხო ესე ლეგენდის მხრივ რო შეხედო, ხო, რამდენად არის ლეკლერი Ferrari-ის ლეგენდა? Fangio გაიხსენოთ. ხო, ლეგენდა არ არის. Fangio გავიხსენოთ Ferrari-ში. Gilles Villeneuve, თუმცა Gilles Villeneuve არ იყო ჩემპიონი და მალე დაიღუპა, მაგრამ წარმოიდგინე. ჯოდი შექტერს და იმებს ხო. ანუ ხო მაგას ვამბობ, იმის მიუხედავად რომ იქ ჰილი გახდა ჩემპიონი, ხო? შუმახერსო თავი დავანებოთ, ლაუდასო დავანებოთ თავი და ასე შემდეგ. ჰილი რაღაც მომენტში იმონი და ის გეგონა. Phil Healy როდის მოიგო? უცებ გაქრა, ხო იცი? ჭრიჭინის ხმა რო ის შეეკდა. თოკოს შეკითხვა. ეს რეგლამენტი როდემდე გრძელდება? აპრილამდე თუ როდესაც დათქმულია? არა, დათქმულია 30-მდე. ეს უბრალოდ რაღაც ცვლილებები შეიძლება შევიდეთ. თან ეს არ არის ბოლო ცვლილებები. ხო, ცვლილებები ალბათ კიდე შევა, კორექტირებებს გააკეთებენ, თუმცა ძირითადი ბაზა რეგლამენტის იქნება დათქმულამდე, რა თქმა უნდა. ლევანი წერს ესეთ შეკითხვას, როგორ ფიქრობთ, უნდა მისცეს თუ არა 1950-დან 58 წლამდე გამარჯვებულ გუნდებს კონსტრუქტორის ტიტული? რატომაც არა? რატო არ უნდა მისცეს? რატო არ უნდა? აი 58-დან რატო მისცეს, ხო? არ იყო უბრალოდ კონსტრუქტორების ჩატარება. გავიგე ხო და რატო არ იყო არის პირველი ჩემპიონი? მამია პირველი და ალფა რომეოს ექნებოდა ტიტული, მაზერატი იყო ტიტული, კი? ანუ დაიჩაგრნენ ძალიან ტყუილად რა. იმიტომ ვამბობ, ანუ ფორმულა 1 გავიგე რომ დღეს პოპულარულია რომ პილოტს უფრო მაგო, მაგრამ მაინც საბოლოოდ პილოტები. ხო, მაგას ვამ, მაგრამ გუნდი ქმნის, მანქანა იქმნება, პირველ რიგში დაждდება პილოტი. აუცილებლად უნდა მისცენ ტიტული ყველას. ძალიან კარგი იქნება ეგ, საინტერესო იქნება. სტატისტიკა შეიძლება სტატისტიკა სრულიად. და ბოლო შეკითხვა, ირაკლის შეკითხვა არის თუ არა დღეობით კვალიფიკაციის მასტერი შარლ ლეკლერი ან თუ არა ვინ არის? ამ რეგლამენტზე უკვე აღარ ვიცი ვინ არის მასტერი, ალბათ ელემენტია მასტერი. ანტონელი ხომ არ არის მასტერი?
ხო, ნუ არ ვიცი, ბატარეა ალბათ მასტერი. ანტონელი ბატარეასთან რეგლამენტის. ხო, სკილები აღარ ჩანს კვალიფიკაციის, თუმცა მე მგონი ბოლოს იყო მაინც. Verstappen მეორეზე ვერ იქნებოდა რომ არ შეეცვალათ ეს. ანუ MGUK მუშაობდა და ფაქტიურად ანუ გაზაფხულიდან აშვებული ფეხით შედიოდნენ წრეზე, ხო, ახალ წრეზე და ეხლა უკვე თვითონ ცვლიან ამ რეჟიმს და აყენებენ მაქსიმალურ რეჟიმს, როგორც კი გადაცდებიან ფინიშის ხაზს და აღარ უწევთ გაზაფხულიდან ფეხის აშვება და ეს lift and coast-ი, რომელზეც შეინლაპარაკე, მაგის როლი, ასე ვთქვათ, დაეცა. და მე ჩანს მისცემს, რა თქმა უნდა, რომ გამოიჩინონ კვალიფიკაციის მასტერები, მაგრამ შედეგებს თუ ავიღებთ, ცალსახად ლეკლერი არის. არა, ხა, სკილებს თუ გულისხმობ და უნარებს, შარლ ლეკლერი დღესდღეობით ჩემთვის ყველაზე მაგარი კვალიფიკაციის კაცია. კანადის გრან-პრი, რომელიც არის შემდეგი რბოლა, რომელიც იქნება 3 კვირაში 22-24 მაისი, იქნება კანადა. სპრინტ კვალიფიკაცია დაიწყება 22-დან 23-ში. ესეც სპრინტიანი გვაქვს, ხო? სპრინტიანი გვაქვს პირველის ნახევარზე ღამის თბილისის დროის პარასკევიდან შაბათში გადამსვლელი. ეს ძართულია ხოლმე. ამჯერად ჩემთან. ახსნა კვალიფიკაცია იქნება უბრალოდ სპრინტი იქნება უკვე 23-ში უეჭველი 8 საათზე თბილისის დროით. აი კვალიფიკაცია ისევ 23-დან 24-ში გადამსვლელი. ზუსტად ეს დროებია, რაც მაიამში. კი, ზუსტად იგივე დროებია, რაც მაიამიში იყო და იგივე იქნება რბოლაც 12 საათზე ღამის დაიწყება კვირას ორშაბათში გადამსვლელ დროს. ორშაბათს გავიგებთ მოკლედ ვინ გაიმარჯვა კანადის. კი, ან კვირას გავლენ გამახურებელ წრეზე და ორშაბათს დაიძურებიან. ორშაბათს დაიძრებიან უკვე რბოლაში. პირველად კანადაში 1978 წელს ჩატარდა რბოლა, 4 კილომეტრი და 361 მეტრია ტრასა, 70 წრე გვექნება და მოქმედი პილოტებიდან ყველაზე მეტი გამარჯვება ლუის ჰამილტონს აქვს ეს. ცხადია, რომ სანამ ჰამილტონი იქნება ფორმულა 1-ში ალბათ უმეტეს ბოლაში ყველაზე მეტი გამარჯვება ლუის ექნება 7 მოგება აქვს ჰამილტონს Verstappen-საც დაუგროვდა უკვე 3 მოგება კანადაში და მოქმედი პილოტებიდან ალონსოს და რასელს აქვს კიდევ თითო მოგება. ლუის ძალიან უყვარს ზოგადად კანადა და პირველი რბოლას კარიერაში თავისი აქ მოიგო. ხო, ძალიან საინტერესო ტრასაა, საინტერესო გარემოებებით, საინტერესო ამინდი. კანადა დაგვავიწყდა საყვარელ ტრასაზე. ხო, კანადა როგორც ივენთია, ძალიან მაგარი, მარტო ტრასაა რა. არა, ხო, მაგას ვამბობ. სონის მოგება გაიგე. კი და მაგას ვამბობ, ანუ მარტო ტრასა და არა, აი რამდენადაც ცუდი რბოლა კანადაში იშვიათად. იშვიათად არის, კი. კანადა და ინტერლაგოსი ალბათ გამოირჩევა. ყველაზე სანახაობრივი. ყოველთვის ყველაზე სანახაობრივი. აბსოლუტურად. რბოლებია და ესეც საინტერესოა, ხო? პოულის ფლობელები აქ უფრო უკეთ გამოიყურებიან ვიდრე მაიამიში. 50% რბოლის გამარჯვებული არის პოულის ფლობელი. ფენტეზიში არ გვაქვს საბოლოო ქულები. არ გვაქვს საბოლოო ქულები, მაგრამ მე არ მეშველება საბოლოო. ალბათ აქ მომიგე. ალბათ არა მომიგე, იმიტომ რომ დავეყრდენი Ferraris და ვეხუკმა გამამიყვსა ძალიან დანარჩენი. არა, ჰალკმა დამღუპა საერთოდ. მე მგონი რაც წინა იმეებში ავიღე, იქიდანაც წამოიღო მინუს ქულები. და ძალიან დიდი დანაკარგი მომცა, ასევე Leclerc-მა თავისი ბზრიალით, Ferrari-მ თავისი ტაქტიკით, ერთადერთი McLaren-ი და ის გაგდება მომიწია სამწუხაროდ იმისთვის. ვინ ჩაამატე? McLaren-ი რო მაშინ რა გინდა? უმეპოვებინა, ხო, იმიტომ რომ იქ რაღაცა ცოტა ეხა დატოვე მოიწ. ცოტა ფული დავაგროვე McLaren-ი რო ამეღო და საბოლოოდ მაინც მომიწია. ჩემ 09-ს გაჩუქებ და ისე გასლი დააბრუნე. McLaren-ი გაუშვა. McLaren-ი გაუშვა. ხო, Mercedes-ი და McLaren-ი ყავს და ალბათ სეზონის ბოლომდე შევინარჩუნე. შეიძლება წამოწვე ხელები გაშამო. მდგომობას და ანტონელი მყავს, რომელშიც ძალიან გამიმართლა. ანტონელიზე გავაკეთებ სონი თავიდანვე და 3 რბოლა აგერ თავის პოულით მოიგო. ზედიზედ ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ქულები არის დაწერილი 210-ით, 119, თუმცა ეს ქულები შეიცვლება, მაგრამ მე მგონი ეს ეტაპი მაინც მოვიგე. რა უნდა მოხდეს, რომ ეხა 80 ქულა მაჩუქოს იმერო. ბატონო, მოგეთ აი ესეთი საინტერესოა ჩვენი ვისოლის ლიგა, რომელიც არის ფორმულა 1 ოფიციალურ საიტზე, ფენტეზი და არ დაგავიწყდეთ თამაში, თუ ჯერჯერობით არ დაგიწყიათ თამაში, ყოველ რბოლაში სხვადასხვა პრიზები აქედან გამომდინარე, აუცილებლად გააკეთეთ თქვენი გუნდი და თუნდაც შეგვეჯიბრეთ ჩვენ, ხო, მე და პაატ. კი, რატომაც არა თან ყოველკვირეული პრიზები არის, მოგები შანსიც გექნებათ. იმის მიუხედავად, რომ ხო სეზონის სტარტზე შეიძლება ვერ გაყვეთ სეზონს, ყოველ კვირა შეგიძლიათ ითამაშო და რაღაც სხვადასხვა მშვენიერი პრიზები yes მოიგოთ. მოგდეთ ეს იყო
ჩვენი გადაცემა ბოქსები ტრადიციულად პაატასთან და ლიოსთან ერთად. კიდევ ერთხელ გადაცემის ბოლოს გეტყვით, რომ ჩვენი სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100%-ით ნატურალური ენერგეტიკული სასმელი. ნახვამდის.